ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ელენე ხოშტარიამ გედევან ფოფხაძემ და კიდევ 4 პირმა შიმშილობა შეწყვიტეს. კოალიცია ცვლილების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მათ შორის არ არიან ლელო და გახარიას გუნდი, სადაც საკუთარი პოზიციის გადახედვას არაპირებენ და არჩევნებზე უარს არ ამბობენ. მმართველი პარტია გარედან მართულ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ხოშტარიას გადაწყვეტილებით, რომელმაც კოლეგებს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, 2 დღეში კი შიმშილობა მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად შეწყვიტა. ლიკა ალელიშვილი უფრო დეტალურად გაგვაცნობს მხარების პოზიციებს, ის პირდაპირ ეთერშია. ლიკა, გისმენთ. თამარ, დავიწყებ ნაციონალური მოძრაობის პოზიციით, რომლის გადაწყვეტილებაც ისედაც უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. დღეს მიხეილ სააკაშვილის პარტიაში თქვეს, რომ ელენე ხოშტარიამ მიაღწია მიზანს საკუთარი პროტესტის იმ ფორმით, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. სააკაშვილის პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ხოშტარიას მიერ გამოცხადებული შიმშილობის შემდეგ უკვე ლელოც აღარ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თავად ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაში ლელოში ამბობენ, რომ ისინი საკუთარ საბოლოო პოზიციას დააფიქსირებენ მაშინ, როდესაც ამას თავად გადაწყვეტენ და არ იზახიან იქნება ეს მუნიციპალური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება თუ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და მონაწილეობის მიღება. პარალელურად ლელოში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია საერთოდ რატო დაიწყო შიმშილობა ელენე ხოშტარიამ, რადგან მას მიზნისთვის არ მიუღწევია და მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები აცხადებენ იმასაც, რომ ის პარტიები, რომლებმაც გუშინ ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთეს განცხადება, რომ ბოიკოტს უცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებს, მათი ამ გადაწყვეტილების შესახებ ისედაც ყველამ უკვე დიდი ხნის წინ იცოდა. ანალოგიური პოზიცია აქვთ გახარიას პარტიაშიც. ექს-პრემიერის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ელენე ხოშტარიას შიმშილობა საერთოდ არ უნდა დაეწყო და მით უმეტეს ოპოზიციონერს არ უნდა ეშიმშილა ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც შეეხება გახარიას გუნდის პოზიციას, მათი პოზიციაც ვიცით უკვე დიდი ხანია და ამბობენ, რომ ისინი არაპირებენ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას და მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ არჩევნებში. შიმშილობა მე პირადად არ მიმაჩნია როგორც პოლიტიკური დიალოგის ფორმა კოლეგებთან, ამიტომაც მივესალმები ელენეს გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენს, მე ვფიქრობ, რომ არის მაღალი შანსი იმისა, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიული ძალები უშვებდნენ შეცდომას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მძიმე ფასი. ჩვენ გუშინ ვიხილეთ იმ პოლიტიკური სუბიექტების განცხადება, ვისგანაც უკვე ვიცოდით არსებითად, რომ ისინი არ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ რაიმე ახალი მოვისმინეთ. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას საზოგადოებას შევატყობინებთ სწორ დროს. კარგია რომ შეწყვიტეს. ალბათ ჯობდა არც დაეწყოთ. იმიტომ რომ ეხლა როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ ძაფრ ფორმას, რასაც ქვია საკუთარი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე იბრძოლო რაღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაც ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია. ეს როგორც მინიმუმ ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარია. რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას, მე ვერ ვნახე რამე სიახლე. ანუ რეალურად ეს ისედაც ვიცოდით, ისიც არ ვიცი და ვერ ხვდები რა შეჭირდებოდა ამას აი ამ შიმშილობის ამ ფორმის არჩევა. უკვე ამდენმა პარტიამ ოფიციალურად, იურიდიულად, დოკუმენტით განაცხადა, რომ არ მივიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ლოგიკურად, ის არის სწორედ ის მიზანი არის მიღწეული. რა თქმა უნდა, ლელოს აღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ლელო ამბობდა, რომ მივიღებთ მონაწილეობას იმ შემთხვევაში არჩევნებში, თუ კი ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით. სახელმწიფო პარტიაში კი აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას შიმშილობას ჰქონდა მხოლოდ ერთი შედეგი და ეს არის ის, რომ ხოშტარია გახდა პირველი ოპოზიციონერი, რომელმაც ოპოზიციის წინააღმდეგ იშიმშილა. პარალელურად ქართულ ოცნებაში აცხადებენ იმასაც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები ელოდებიან უცხოელი მხარდამჭერებისგან მითითებებს. ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია, ხო? ეს ხადია მიუთითებს
მათ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუმცა განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, ახალი არაფერია, ხო? ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ ვარს იძახდნენ და ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობაში. სამართლად არ ვიცი, გაუგებარია აბსოლუტურად რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი. ან დაწყების შიმშილობის, ან შემდეგ შეწყვეტის. არ ამგონია საერთოდ რამე შეეცვა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით 2 დღე იშიმშილა. ადამიანმა ერთი და მეორე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ ხრივ ალბათ მოვხვდებით რაღაცა მსოფლიო ჰედლაინებში. საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით, საკუთარი სიცოცხლის შანტაჟის სხვების იძულება არის არაეთიკური. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო 27 ივნისს, 29 ივნისს კი უკვე თქვა, რომ ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა და შიმშილობაზე უარს განაცხადებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებდა თვითმმართველობის არჩევნებს. მისი ადრესატები იყვნენ ხაზარაძე, ჯაფარიძის და ასევე გახარიას გუნდები, მათ პოზიციები არ შეუცვლიათ, თუმცა გუშინ საღამოს ხოშტარიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიმშილობა შეეწყვიტა და მიზეზად დაასახელა 8 პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მორიგი მიკერძოებული და უსამართლო კრიტიკა საქართველოს მიმართ ასე აფასებს მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, სადაც საუბარია სანქციებზე და ოპოზიციის ლიდერების დაკავებებზე. საელჩო წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის დროებითი რწმუნებული დაიბარეს და გააპროტესტეს საჯარო თავდასხმების სერია ქართული ოცნების მხრიდან. განცხადება უწყების სპიკერმაც გააკეთა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით არიან დაკავებულები, რაც ფაქტებით დასტურდება. ლევა ჯავახიშვილს აქვს მეტი ინფორმაცია, ის მთავარ მგზავნილებს გაგვეცნობს, გისმენთ ლევა. უწყების სპიკერის განცხადება დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ წერილობით გაავრცელა, სადაც გამოთქმულია კრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. მათ შორის საუბარია მმართველი გუნდის ბრალდებებზე პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და განსხვავებული აზრის შეზღუდვაზე. განცხადებაში წერია, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დროებით რწმუნებულს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიციის შესახებ ეცნობა. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას. სრულ ბრალდებების ნაცვლად საჭიროა ფაქტებს დაუპირისპირონ ფაქტები. ასეთია სახელისუფლებო გუნდის პასუხი, სადაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკა ობიექტური ვერ იქნება, რადგან ბრიტანეთს აქვს სუბიექტური მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანამ პარტნიორი ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ გააკრიტიკებდეს, უნდა უპასუხოს რამდენიმე შეკითხვას. მაგალითად, იმას, რატომ აფინანსებდნენ ისინი საქართველოში ექსტრემიზმს, როდესაც გრანტი გამოყვეს ტაბულასა და გია ჯაფარიძის ორგანიზაციებისთვის და რატომ იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული ბრიტანეთის ელჩი, როდესაც ის ამით არღვევდა როგორც ვენის კონვენციას, ისე სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, სადაც თავის მხრივ საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემაზე. მან დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი 1. ამას უპასუხო. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი, სხვა შორის რამდენადაც ვიცი, ამაზეც ჰქონდათ ამ შეხვედრაზე საუბარი, რომ ეს არ არის
ასე თქვა, სრულბრალდება არის თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდა. ექსტრემიზმი ნიშნავს უკიდურესი პოლიტიკური ხედვების ქონას, უკიდურესი ზომების ხარდაჭერას. ეს არის ექსტრემიზმი ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით და არა სულხან საბას ლექსიკონი. თამარ ჩერგოლეიშვილის სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და არაღიარება. ამიტომ ჩვენ უერთდებით არჩევნების ბოიკოტს. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვები, არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების ხარდაჭერა, ოდესაც ბოიკოტს და არაღიარებას იღებ პოლიტიკას. ანუ არის თუ არა ეს ექსტრემიზმი. დიახ, არის. მეორე გია ჯაფარიძე, გუშინდელი განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ დავტოვოთ ისინი, იგულისხმება ხელისუფლება ალბათ, არალეგიტიმურობაში. არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკური ხედვის ქონა და არის თუ არა ეს უკიდურესი ზომების ხარდაჭერა. რა თქმა უნდა, არის ეს. შესაბამისად, ესეც არის ექსტრემიზმი. ერთის და მეორეს ჩერგოლეიშვილის და ჯაფარიძის დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების დაფინანსებას. წერტილი. გაგვცენ ამაზე პასუხი. ფაქტებს უპასუხომ ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებით მირწმუნებული იყო დაბარებული გუშინ გავრცელდა, დღეს კი უკვე ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის საელჩომ. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ატლანტიკურმა საბჭომ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში საუბარია საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. საქართველოს კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 57 ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს. მმართველი გუნდის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკური საბჭო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაცია, ამას უწევს იმის აღიარება, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს პროგრესის ლიდერია, რაც წელს უკვე მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევი დადასტურდა. შეფასება კეთდება ოპოზიციურ პარტიებშიც. ქეთი ზანთარაია მუშაობს ამ თემაზე, ის პოლიტიკურ შეფასებებს გაგვაცნობს. ქეთი ეთერში ხარ. ატლანტიკური საბჭოს კვლევასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების შეფასებები. ცოტა ხნის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ობიექტური კრიტერიუმებით ხდება შეფასება და არა აღქმებით, მაშინ მსგავსი ორგანიზაციებიც, როგორც ატლანტიკური საბჭო და როგორც უკვე აღნიშნეთ და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ორგანიზაცია კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი კვლევის შედეგებიც კი არ არის ნეგატიური. ეს არის ზუსტად რომ სიმართლეს საბოლოო ჯამში ყველას იძულებული იქნება რომ სიმართლეს გაუსწოროს თვალი. ჩვენ ხედავთ რომ დღეს დონორების, ზოგიერთი დონორის და მათი ენჯოების ამოცანა არის რომ რიყეზე ისე გავიდეთ რომ ქვა ვერ დავინახონ და გითხრან რომ აქ ქვიშაყრია და ქვები არ არის და რეალობა სხვა რამე არის და რეალობა, როდესაც შემოდის ობიექტური საზომები, კრიტერიუმები და არა აღქმები, რომლის დანერგვაც უნდა ზოგიერთ ელჩს საქართველოში, სიმართლე ჩანს ყველაზე კარგად. გახსოვთ თქვენ თავდასხმები ბრიუსელის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, გახსოვთ კანდიდატის სტატუსი არ მოქცეს და მისცეს მოლდოვას, უკრაინას, სამთვეში თვითონ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და თვითონვე იმ ანგარიში ეწერა, რომ საქართველოს იყო იმ კვლევიდან გამომდინარე, საქართველოს იყო ლიდერი მოლდოვას და უკრაინასთან შედარებით. ასე რომ ეს ჩვენ ერთის მხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ასეთი კვლევები აძლიერებს ჩვენ სიმართლებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაჩვენებს მეორე სიმართლესაც, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციისა და ხალხი ვინც ასეთ ბრალდებებს აყენებს, ცრუ ბრალდებებს, მათი ინტერესი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია. სახელისუფლებო გუნდის განწყობა და თავად კვლევის შედეგები მანიპულაციური არის ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი კვლევები სპეციფიური კრიტერიუმებით ფასდება და სწორედ შესაძლოა არის, რომ მსგავს ფაქტთან კონდეთ. საქმე ზოგადად კი მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები საქართველოს რეალობასაც დენილია.
მე ძალიან ბევრ ამას დაგისახელებთ, რაც თქვა რო გავიხედო ქუჩაში რაღაცეები მომწონს. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში ვითარება კარგია, ხო? ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავი მოიწონოს. ამ ციფრების მანიპულირებით ეს რეჟიმი ვერსად ვერ გავა. ასეთ ინდექსები ემყარება გარკვეულ კრიტერიუმებს, ხო, რომლითაც ფასდება ესა თუ ის სიტუაცია, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა. მე არ ვიცნობ რა კრიტერიუმით ფასდება, შემიძლია გავეცოდო შემოსი დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ ვიცნობ რა კრიტერიუმების თანხმდა განაპირობებს ამა თუ იმ ადგილს, ამა თუ იმ რეიტინგში. ყველა ასეთ რეიტინგს გააჩნიათ ძალიან კომპლექსური, თავისი სპეციფიური კრიტერიუმები და სავარაუდოდ ერთ ასეთა გვაქვს შეხება. საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე აკეთებენ აქცენტს სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, ის შედეგი, რომელიც კონკრეტულ კვლევაში აისახა, არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის. ყველა ობიექტური შეფასებით და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. პოლიტიკა, რომელიც აქვს არჩეული ქართულ ოცნება დემოკრატიული საქართველოს, ეს არის ყველაზე სწორი პოლიტიკა. შესაბამისად, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ქვეყანაში თუ არა გაქვს მშვიდობა, წარმოუდგენელია რაიმე წარმატებას მიაღწიოთ. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, წარმოუდგენელია ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაზეც უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობას დღევანდელი გადმოსახედიდან დღევანდელ ვითარებაში, რაც ხდება მსოფლიოში, რაც ხდება ჩვენთან რეგიონში, არ აქვს ალტერნატივა. დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ როგორც სახელისუფლებო გუნდის ლიდერების, ასევე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან უკავშირდება ატლანტიკური საბჭოს კვლევას და ინდექსს, რომელიც კეთილდღეობას უკავშირდება. მადლობა პოლიტიკური შეფასებებით ქეთი ზანთარაია საუბრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. მაკაბაჭერიშვილი გაერო საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. გენერალური დებატების ფარგლებში ის დღეს სიტყვით გამოვა. ფორუმი მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეხება და მასში 70 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. მინისტრი ისაუბრებს როგორც საქართველოს რეგიონულ როლზე, ასევე ქვეყნის გამოცდილებასა და პროექტებზე. ვიზიტის ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. საუბარი, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირველ რიგში იმ პროგრესზე, რაც ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ სფეროში და ფინანსურ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად და იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც არის ქვეყანაში ბოლო წლებში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საქართველო იყოს პოზიტიურ წრილში წარმოჩენილი მსგავს ფორმატებში. საკალათო სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ კოალიციად ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი დანაშავეცნო დროებითი საპარლამენტო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. გვარამიას ასევე აიგზავნა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. განჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ნიკა გვარამია, რომელმაც არც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა. როაჩვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას მოსამართლე ჯვებენაჭყებიამ, ჩემი რეპლიკა ემსახურებოდა ერთადერთ რამეს ზუსტად ანალოგიურ საქმეზე 2 კვირის წინ მან გამოიტანა გადაწყვეტილება და 7 თვით განსაზღვრა სასჯელი. ეს 1 თვე რითი განასხვავა ნიკა გვარამია, რატომ გადაწყვიტა რომ მისთვის 8 თვე გამოეტანა წესით მას უნდა დაესაბუთებინა ეს გადაწყვეტილება. ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ჩვენ მქონდა გამომტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. კიდევ ერთი დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით. პოლიციამ 23 შეკვრა დაფასებული მარიხუანა მოიღო. გამოძიების ინფორმაციით ხდებოდა გასაღების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების განთავსება სხვადასხვა ადგილზე, რის მერეც ფოტოებს მითითებებით მისი შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პრემიერის ორ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას ეხება. კერძო სექტორს ეკრძალება ჩანაცვლებითი პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია. ეს საქმიანობები მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ორივე ინიციატივა მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე გავა. კომიტეტს დღეს ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის გახდა საჭიროება იმისა, რათა გამკაცრდეს პოლიტიკა, როგორც ნარკორეალიზატორების შემომტანების გადამზიდებების დამამზადებელის მიმართ, ასევე გამკაცრდეს და სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს ეს ცენტრები, რომელიც ერთიან სახელმწიფო პროგრამას დაარეგულირებს. როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამა არის ორი სახით, ეს არის ჩანაცვლებით თერაპია მეთადონით და ბუპრენორფინით. ბუპრენორფინით სულ რამოდენიმე ათეული ადამიანია, ხოლო კერძო პროგრამა გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიას მხოლოდ ბუპრენორფინით. ყველა ეს პროგრამა მოექცევა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. არ ვერჩით ეს უნდა ვთქვათ ნარკომომხმარებელს. ჩვენი მიზანია რომ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება გაამწვავოს მეტად პრობლემა და ამაზე უფრო მეტად მოითბოს ხელი. ამიტომაც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრის პირველივე გამოსვლისას, მათ შორის აი ამ ინტერესთა დაუბალანსებლობაზე და მათ შორის იმპორტზე, როდესაც საუბარი დადგა, აი ამ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ეს შესაძლებლობა გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება პრაქტიკულად საზოგადოების ინტერესს. ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს. შათერიშვილი Deep State-ის გეგმებზე და ხელისუფლების შეცვლის სურვილზე საუბრობს. წერს, რომ Deep State-ის სცენარით სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის. შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართული დიპლომატები. მისივე განცხადებით, ომში ჩართვის უშედეგო მცდელობების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ უკვე მეორე გეგმა ამოქმედდა, რომელიც ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე უსამართლო და უსაბუთებელმა ზეწოლამ არნახული მასშტაბი მიიღო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცის ამ ზეწოლის მიზანი. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მმართველობაში აგენტურის დაბრუნება და შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპელი სცენარი, რომ გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ის მიერ ომამდე იყო გაწერილი, უტყუარად არაერთი ფაქტით დასტურდება. განსაკუთრებით საღებია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, როდესაც სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოაპარეს. სტაჟიანი აგენტის დავალება არჩევნების დღეს საჯაროდ, მოულოდნელად გამოჩენა, რევოლუციური პროცესების აგორება და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო. ამავე დავალებას ასრულებდა გიორგი გახარია, Deep State-ის კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციისა და ხელისუფლების რეპუტაციას. ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა. თუმცა ორივე შემთხვევაში გარეძალების დაალაგებული გეგმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გაშიფრული იქნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები წარმატებით განეიტრალდა. ამასობაში ომიც გაჩაღდა, ხოლო Deep State-მა საქართველოში პროცესების ასარევად გეგმა B აამუშავა, რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ომის დაწყებიდან წერტილოვანი დარტყმები ამოქმედა, რაც საბოლოო ჯამში იგივე მიზნით ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე Deep State-ის მიერ კონტროლირებადი შიდა თუ გარე ძალები დაჟინებით ცდილობდნენ დავალების შესრულებას. ყველას კარგად გვახსოვს ის პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები, რასაც ამ წლების მანძილზე ვხედავთ და ვისმენთ. მოხალისე მეომრების გაგზავნის მოთხოვნა უკრაინაში, სანქციების დაწესების კამპანია, ელჩის გაწვევა, ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები. ამ დამღუპელ ნაბიჯებზე უარის მთქმელი ადამიანების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ასე შემდეგ. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში რამდენიმე ასეული აქტორი და ევროკავშირის სხვადასხვა უწყებათა მთელი კოჰორტაა ჩართული. მათთვის არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ხელწერა კი რამდენიმე შრედიყოფა და ყველა ეტაპს თავისი მახასიათებელი ნიშანი აქვს. ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას და აგენტურის მმართველობაში დასმას კი გარედან და შიგნიდან კონკრეტული აქტორები და ევროპული სტრუქტურები სინქრონულად ცდილობენ. Deep State-ის მოქმედების უმთავრესი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ არასასურველი ხელისუფლების
ხელისუფლების სხვადასხვა გზით ცვლილებას ისინი ხალხის ხელით ახორციელებენ. საქართველოს მაგალითზე მოდელი ყველაზე უკეთესად ჩანს. წლებია Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია, წამყვანი სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის чиновникები უსამართლოდ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხალხს უკიჟინებენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას შორდება. ამ პროცესში ცრუ პროპაგანდის მაქსიმალურად გავრცელებისთვის არაფორმალური ოლიგარქები მათ მიერ კონტროლირებად მეინსტრიმ მედიას აქტიურად იყენებენ. მათი გადმოსახედიდან ეს მეთოდი წესით წარმატებული უნდა ყოფილიყო, რამე თუ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალია, მაგრამ მთავარი შეცდომა Deep State-მა სწორედ აქ დაუშვა. ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირს პირველ რიგში ევროპული ღირებულებების გამო ესწრაფოდა. დღევანდელი ბიუროკრატია კი სრულად დაცლილია ამ ღირებულებებისგან, ხოლო ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, უკონტროლო მიგრაცია, LGBT პროპაგანდა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, შერჩევითი სამართლის დაკანონება და ანტიეკლესიური გადაწყვეტილებები ქართულ ხალხს იმდენად აშფოთებს, რომ ერთ დროს ევროკავშირის მოწონების 80%-იანი რეიტინგი დღეს ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ანუ გამოდის საზოგადოების მოტყუებამ და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მეთოდმა არ გაამართლა, რადგან თავად ღრმა პრობლემებში ყველამდე ჩაფლული ევროკავშირი დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი საქართველოს მოქალაქისთვის სახის წინ ჩამოკიდებული სტაფილოს როლს ვერ ასრულებს. არჩევნების შემდეგ სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არის მონოპოლიზებული ინსტიტუციები. პირველ რიგში კი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც Deep State-ის ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. მაგალითები თანაც უახლოესი წარსულის, აქაც უამრავია. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორი უხეში ქირურგიული ჩარევა განახორციელა ოლიგარქიულმა მმართველობამ რუმინეთში, სადაც სასამართლოს აკონტროლებდა. არჩევნებში მათთვის არასასურველი კანდიდატი გაუძვრათ, თუმცა ყურით მოთრეული მიზეზით მოსამართლემ არჩევნების შედეგები გააუქმა. გამარჯვებულ კანდიდატს კი საერთოდ დაუგრძალა შემდგომ კენჭისყრაში მონაწილეობა. ზუსტად ანალოგიური მინი მოდელი გათამაშდა საქართველოშიც. საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ოპოზიციამ ასევე მოგონილი გაჟონვის მიზეზით არჩევნების შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო ერთ-ერთმა რაიონულმა მოსამართლემ Deep State-ის კლანის წევრმა ხუჭუამ შედეგები გააუქმა. მართალია ზედა ინსტანციაში ყველაფერი კანონიერად დასრულდა, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ სასამართლო ხელისუფლება, რომ ოლიგარქების კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ქართულ ოცნებას გაჟონვის საბაბით მოგებულ არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადებდნენ და ხელისუფლებაში აგენტურა უმტკივნეულოდ კონტროლირებული სასამართლოს ხელით დაბრუნდებოდა. Deep State-ის ნაცადი ხელწერის ანალიზის მიხედვით სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის. აქაც ყველაფერს ცხადია ხალხის ხელით აკეთებენ. ამ შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში აკრედიტირებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც სინამდვილეში Deep State-ის მიერ მართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და მათ დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვთ საერთო. სწორედ ელჩები ცდილობენ ადგილზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. შეიქმნას მაქსიმალურად დაძაბული, პოლარიზებული და ზიზღით სავსე გარემო, რასაც კონკრეტული მიზანი აქვს. საქმე იმაშია, რომ საქართველოში მშვიდი და სტაბილური გარემო პირდაპირ ანადგურებს Deep State-ის რევოლუციურ გეგმას. ხელისუფლება დაამხოს და მათ მარიონეტების ხელით ქვეყანაზე მმართველობა დაიბრუნონ. სიმშვიდის და სტაბილურობის დარღვევას კი ეგრეთ წოდებული დიპლომატების ხელით ახორციელებენ. ისინი მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში, რითაც ცდილობენ აგრესიული უმცირესობის ემოციებზე ითამაშონ და საზოგადოებას საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაცხონ. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს ზალადობისა და კრიმინალის სახალისება. ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერშინსკის მეთაურობით ეგრეთ წოდებული დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი, ამაღლობელი და რატიანი პოლიტიკური პატიმრები არიან. მოძალადე დემონსტრანტები მშვიდობიანი მომიტინგეები, ხოლო პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი თავისუფლების მედროში. ასეთი მოწყვლადი გარემოს შექმნა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება, გამოჩნდეს ვინმე თავზე ხელაღებული ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ მთავრობა მას ევროპულ მომავალს ართმევს და შემდეგ სასახლეც ხელს გამოჰკრავს. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხოლო თუ ასეთი ადამიანი ბუნებრივად არ გამოჩნდება, მათ თადარიგში რევოლუციური ტრენინგების შედეგად სპეციალიზებული ჯგუფები ყავთ, რომლებიც არეულობის მოსაწყობად ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. ეს აპრობირებული მეთოდი Deep State-მა მეტნაკლები წარმატებით სლოვაკეთში გატესტა. წლების მანძილზე მათ შორის ეგრეთ წოდებული ელჩების ხელით ამ ქვეყანაში აგრესიულად მიმდინარეობდა ლეგიტიმური მთავრობის და მათი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გაშავების კამპანია. მას გამუდმებით ეძახდნენ პრორუს, მოძალადეს, ქვეყნის მოღალატეს და შედეგიც დადგა.
სიძულვილით სავსე გარემოში Deep State-ის წვრილფეხა მწერალმა, სინამდვილეში კი დაქირავებულმა კილერმა, სწორედ რომ სასყლეც ხელი გამოჰკრა და ფიცოს მკვლელობას სცადა. საბედნიეროდ ქვეყნის პატრიოტი პოლიტიკოსი გადარჩა. სწორედ ანალოგიური სცენარი მოქმედებს ჩვენ ქვეყანაშიც. ურავის ექნება ილუზია, რომ ჰერჩისკი ან რომელიმე მისი კოლეგა საქართველოს მომავალზე ზრუნავს. ნურავინ იფიქრებს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებენ. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, მათი ყოველი თავდასხმა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე ემსახურება ერთადერთ მიზანს. ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია. მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზება და ამ დროს აუცილებლად გამოჩნდება ან თავად გამოაჩენენ იმ ერთ თავზე ხელაღებულს, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის ტყუის გასროლაზე. ის ფაქტი, რომ Deep State საქართველოში რევოლუციისთვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს ევროკავშირის მაღალჩინოსნის ოლივერ ვარხეის ზარი ირაკლი კობახიძესთან, როდესაც Deep State-ის გავლენიანმა აგენტმა პირდაპირ უთხრა საქართველოს პრემიერს, ხომ გახსოვს, რაც დაემართა რობერტ ფიცოს. დიახ, ის რაც სლოვაკეთში მოხდა წინასწარ დაალაგებული და კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იყო. ისინი შექმნიან სიძულვილით სავსე გარემოს. ისინი წაახალისებენ ძალადობას და კრიმინალს. ისინი ფეხქვეშ გათელავენ ინსტიტუციებს. ისინი შენებას ნგრევად, ხოლო სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენენ, ხოლო როდესაც ზამბარა მაქსიმალურად დაიჭიმება, როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის. აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეც ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა. სწორედ ამ დიდი და მზაკრული გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული დიპლომატების არაბუნებრივი აქტიურობა. მათი ყოველი უსამართლო განცხადება და უსაბუთებელი კრიტიკა და ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფელი ქმედებები. ერთადერთი მიზნით არის ნაკარნახევი. საქართველოში შექმნან უკონტროლო ვითარება და შემდეგ, როგორც სპეცსამსახურების ტერმინებით იტყვიან, თუ დამკვეთი არ არსებობს, დამნაშავე მხოლოდ ერთია. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ პაվել ჰერჩინსკი თუ რომელიმე დიპლომატი საქართველოზე ლოცვით მუხლებს გადაიტყავებს. პირიქით, ეს ხალხი Deep State-ის დავალებებს ასრულებს და თითოეულ მათ სიტყვას და ქმედებას სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შევხედოთ. დონალდ ტრამპმა სირიას 2004 წლის შემდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოუხსნა. გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან ნაშევა. დამასკოს ვაშინგტონი ტერორისტული ჯაჭვუფების მხარდაჭერაში მოქალაქეების დევნაში, რეპრესიებსა და ქიმიური იარაღის განვითარებაში ადანაშაულებდა. ვითარება განსაკუთრებით ასადის მმართველობის პერიოდში გართულდა. უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ინფრასტრუქტურას უტევს. დონეცკში ავიაციამ რუსული არმიის სამმეთაურო შტაბს დაარტყა. განგაში სხმა ისმოდა ასტრახანსა და გორლოვაკაშიც დაიხურა აეროპორტები 4 რეგიონში. არსებული ვითარების ფონზე ტრამპის წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აფერხებს. დავით ჩაღულაშვილი რომში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრის სიტყვით გამოვიდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 54 კონფერენციაზე. აქცენტი გაკეთდა ქართულ აგროსასურსათო პროდუქციაზე, ღვინოზე და მისი წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე. გაიმართა შეხვედრა ორგანიზაციის დირექტორთან. ეკონომიკის მინისტრი ტავ აეროპორტის პრეზიდენტ შეხვდა. განიხილეს კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ. მარიამ ქრივიშვილმა ისაუბრა ახალ აეროპორტზეც, რომელიც ვაზიანში 2031 წლიდან ამოქმედება და გათვლილი იქნება წელიწადში 19 მილიონ გზავრზე. საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს არსებული თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების პროექტს. ჯამურად წარმოდგენილი პროექტი მოიცავს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოს და კერძოდ თბილისის მიზიდულობა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ავიაკომპანიებისთვის და ბიზნეს ოპერატორებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდეს.
ჩვენ მიმართეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადებით, რათა კიდევ 50%-ით გავზარდოთ თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციით. რა თქმა უნდა, თბილისის აეროპორტი იზრდება. გასულ 2024 წელს ჩვენ 4.700.000 მგზავრი გვყავდათ. სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია თბილისის აეროპორტის გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის წლიურად 10 მილიონი მგზავრამდე გასაზრდელად. კურიერი გემშვიდობებად 3 საათამდე თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi